დღე მეორე ვაგრძელებ მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდის საკითხების განხილვას. მეორე საკითხად კი ასეთი სავარჯიშო იყო მოსული. A აღნიშნავს 18-ის გამყოფთა სიმრავლეს, B 36-ის გამყოფთა სიმრავლეს, ხოლო A-ს გაერთიანება B-სთან ამ სიმრავლეთა გაერთიანებას. რამდენი წევრისგან შედგება ეს ჩვენი გაერთიანება? პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, 18-ის და 36-ის ნატურალური გამყოფები უნდა ამოვწეროთ და არა მარტივი გამყოფები. ნატურალური გამყოფები ძალიან მარტივია, თუ კი ამოწერთ მეწყვილეებად და რას ნიშნავს ეს? 18 ნებისმიერი რიცხვი, რაც არ უნდა ავიღოთ, ის ყოველთვის იყოფა 1-ზე, ხოლო მისი მეწყვილე იქნება 18. მეწყვილეს იმიტომ ვამბობ, რომ ამ ორი რიცხვის ნამრავლმა უნდა მომწეს 18. რადგან 18 ლუწია, ის აუცილებლად გაიყოფა 2-ზე და მისი მეწყვილე იქნება, ნახეთ, 18 რომ 2-ზე გავყოთ, არის 9. ესე იგი 2-ის მეწყვილე არის 9. 18 ასევე იყოფა 3-ზე. მისი მეწყვილე იქნება 6, რადგან 18 რომ 3-ზე გავყოთ 6-ია და 3 ჯერ 6-ით რომ გადაამოწმოთ 18-ია. 18 4-ზე არ იყოფა, 5-ზე არ იყოფა და 6-ზე უკვე გვიწერია. ესე იგი ჩვენ დაგვისრულებია უკვე ყველა გამყოფის ამოწერა. 36-ის გამყოფები რომ ამოვწეროთ, ერთის მეწყვილე თვითონ 36-ია, რადგან ლუწია, ის აუცილებლად 2-ზეც გაიყოფა და მისი მეწყვილე იქნება 18. 36 3-ზეც იყოფა და მისი მეწყვილე არის 12, 4-ზეც იყოფა და 9 არის მისი მეწყვილე, 5-ზე არ იყოფა, ხოლო 6-ის მეწყვილე თვითონ 6-ია. მაგრამ გახსოვდეს, რომ ელემენტების რაოდენობა მხოლოდ ერთხელ უნდა დავწეროთ ხოლმე და ამიტომ მხოლოდ ერთი ცალი 6-იანი დაწერეთ. ეხლა რას ნიშნავს? ეს არის A სიმრავლის ელემენტები, ეს არის B სიმრავლის ელემენტები. მათი გაერთიანება უნდა დავწეროთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ელემენტი მხოლოდ ერთხელ უნდა შევიდეს. მოდით აბა დავიწყოთ. ერთიანი აქაც გვაქვს და აქაც, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ამოვწეროთ გაერთიანებაში. აქაც გვაქვს ორიანები 3 4 აქა გვაქვს აქ არა, მაგრამ გაერთიანებაში აუცილებლად უნდა ამოვწეროთ. 5 არა გვაქვს, 6-იანები ორჯელა გვაქვს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთხელ ამოვწეროთ. შემდეგ მოდის 9-იანები, 10, 11 და 12 გვაქვს. დაგვრჩა მხოლოდ 18-ები, რომელსაც ერთხელ ამოვწერ და მაქვს კიდევ 26. ეხლა ვნახოთ, რამდენი ელემენტი ყოფილა A-სა და B-ს გაერთიანებაში. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. ესე იგი არის D პასუხი სწორი. ერთადერთი კიდევ სხვა გზით, რომლითაც აკეთებენ ხოლმე, ეს არის, რომ მაგალითად 18-ის ნატურალური გამყოფები, როდესაც უნდათ ამოწერონ, პირდაპირ წერენ ხოლმე. 18 იყოფა 1-ზე, იყოფა 2-ზე, იყოფა, რადგან ლუწია კი, 3-ზე იყოფა, 4-ზე იყოფა, არ იყოფა 5-ზე, არა, 6-ზე კი, 7-ზე არა, 8-ზე არა, 9-ზე კი. აი ესე უნდა მიყვეთ და 18-მდე ახვიდეთ. მაგრამ როდესაც დიდი რიცხვებია მოცემული, საკმაოდ დიდ დროს დაგაკარგინებთ ეს გზა, რომლითაც შეიძლება რომელიღაცა გამყოფიც კი გამოგჩნდეთ. ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი გზა, რომლითაც შეგიძლიათ ზუსტად მეწყვილებად ამოწეროთ გამყოფების რაოდენობა. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გაუზიარეთ შენს მეგობრებსაც, მე კი გელოდები 31 მაისს, სადაც სრული კურსის სწორედ ისეთ დეტალებს გაგახსენებ და გაგამეორებინებ, რომელიც დაგეხმარება წარმატებით გამოცდის ჩაბარებაში. ასე რომ გელი 31 მაისს ტრენინგის ღირებულება არის 80 ლარი, ხოლო თუ მეგობართან ერთად მოხო, გადაიხდით მხოლოდ 60 ლარს. მე კი მთელი გულით გიმასპინძლებთ, დავიწყებ იმიტირებული გამოცდით, შემდეგ შევისვენებთ, ყავით, წავიხემზეთ, დავტკბებით ულამაზესი ხედები და დაიწყება უკვე 4 საათიანი ტრენინგი, სადაც აბსოლუტურად ყველაფერს გაგახსენებთ, რაც გჭირდებათ იმისთვის, რომ გამოცდა ჩააბაროთ. ბოლოს კი გადმოგცემთ ორენოვან სერტიფიკატებს და გამოვალენ საუკეთესო ნაწერის გამარჯვებულ პედაგოგსაც, რომელსაც გადაეცემა სპეციალური ჯილდო. ასე რომ გელოდები 31 მაისს. რეგისტრაციის გავლა არ დაგავიწყდეს, ადგილები ძალიან მალე ივსება, მხოლოდ 50 ადამიანს გიმასპინძლებთ ამ ერთდღიან ტრენინგზე.